მოკლედ გადავწყვიტე, რომ ესე პატარ-პატარა ისტორიები მოგიყვეთ ხოლმე რა ჩემ შესახებ, ხო და ეხლა წევარი 10 საათზე თავშესაფრის კარები იკეტება და შესაბამისად ვერ გავალ გარეთ და იდეაში ისად უნდა წავიდე. ხო და ეხლა მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ძალიან ბევრი ისტორიები მაქვს, მაგრამ ეს პატარა ისტორია განსაკუთრებით მომაწვა ეხლა რომ მომეყოლა თქვენთვის. ჩამოვედი ბარსელონაში, არც ფული მაქვს, არც წასასვლელი მაქვს, არც არავინ არ მყავს. ხან ვის მივწერე, მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ რა. ისეთ ცუდ დღეში ვარ, რომ მართლა შეიძლება, ქუჩაში ძილიც, ქუჩაშიც დამეძინა უფრო სწორად. მაგრამ ღმერთის წყალობით მოხდა ისე, რომ რაღაცა მაინც გამოვნახე რა და ერთ-ერთ ახლობელს მეგობრად მივიჩნევდი, დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ ამ პიროვნებასთან, კომუნიკაციის გარდა არანაირი ახლო კონტაქტი არ მქონია, რომ იცოდეთ მაინც. მეგონა, რომ ჩემი უფროსი მეგობარია მოკლედ რა, ბევრჯერაც დამხმარებია, ბევრიც გვილაპარაკია, ძალიან გულწრფელი ვიყავი ყოველთვის ამ ადამიანთან და ზოგადად ჩემი ხასიათი არის ძალიან გულწრფელი, რაზეც ყოველთვის შენიშვნას მაძლევდა ყველა, მაგრამ მე მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პიროვნება. მე მაქვს გადაწყვეტილი, მე ვარ ესეთი და მე დავჩები ესეთად. სამწუხაროდ უმრავლესობა საქართველოში გულწრფელ ადამიანებს უყურებენ როგორც სუსტ ადამიანებს, ჩემი დაკვირვებით ესეთი შთაბეჭდილება გამოვიტანე რა და რის თქმა მინდა. ურეკავ ამ პიროვნებას და ვთხოვ, ბევრ ადამიანს ვთხოვ, რა თქმა უნდა. თითქმის არაფერი განსაკუთრებული არავის არ გაუკეთებია ჩემთვის. იქ რაღაცა კუჭი რო ნამეტანი არ გამოგიხმეს და იქ სენდვიჩის ფული რო გქონდეს და წყლის ფული და ელემენტარული ისიც გამოზოგილი, ამ დახმარებისთვისაც დიდი მადლობა. ხო და ერთ-ერთ ადამიანს ვეუბნები წასასვლელი არ მაქვს, ის არ მაქვს, თუ შეგიძლია გთხოვ, რამე მიშველეთ, პრობლემაში ვარ და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი პიროვნება მოდის ბარსელონაში. მგონია, რომ კიდე იმედი ბოლოს რო კვდებაო რა და კიდე იმედი მაქვს, რომ დარჩა სადღაც ქართველობა. და ამბიცაც ჩაულებრივად ამ პიროვნებას ძალიან უშუალო ვარ და ძალიან უშუალოდ შევხვდი, თითქოს 100 წელია ვიცნობ, რომ კომფორტულად ყოფილიყო, რატო ჭირდება ეხა, კომუნიკაციას დაძაბულობა, ხო, ვიყოთ ბუნებრივები, რავი, როგორ ძანდა და სიღრმეში შესვლაზე არ მაქვს საუბარი. მოკლედ ეს პიროვნება მთავაზობს დახმარების ხელს გამოგიწოდებ. თუ კი ახლა ურთიერთობა გვექნებაო რა და ტიპს შვილი, ცოლი, პლუს კიდე ცოლი ორსულად. კატასტროფაა ხალხო რა, როდის გამოფხიზლდებით მართლა. საერთოდ ეკლესიაში ნუ დადიხართ, მართლა გეუბნებით რა.
ანუ საერთოდ ნუ იძახით რომ ხართ რელიგიურები ესეთი ადამიანები ანუ თქვენ ხართ ათეისტები და ის ადამიანიც ათეისტია ვინც იტყვის რომ და რაღაცა და ანუ გაუგებს იმ ტიპს ანუ ათეისტები ხართ ჩვეულებრივი ანუ მე არ დავცინი ათეისტებს უბრალოდ ჩემთან ან ჩემი მეგობარი ნამეტანი ათეისტი ეს ნამეტანი ათეისტიც რა არის მაგრამ აი ეგეთი ხალხი ჩემთან ახლოს ვეღარ მოვა ვერასოდეს რავი არც მე არ ვარ ანგელოზი და მეც მომსვლია შეცდომები მაგრამ ძირითადად ხალხს შევყავდი ხოლმე შეცდომაში და სულ იმაზე ვმუშაობ ჩემ თავთან რომ უფრო მეტად დაკვირვებული ვიყო, ანუ აღარც შემიძლია უკვე ესეთი დათმობე, ანუ მე აღარ დავთმობ, აღარ მინდა, აღარც მსიამოვნებს, აღარც მცალია და საერთოდაც ანუ რაც დრო გადის, ახლა საქართველოში რო აღარ ცხოვრობ რა ამდენი ხანი მე არსად არასოდეს არ ვყოფილვარ მით უმეტეს ევროპაში ანუ მიმოგზაურია მაგრამ აი ხა რო ვაკვირდები ძალიან დიდი განსხვავებაა მე არ ვიძახი ანუ უკეთესია თუ უარესი მაგრამ აი ამ 5 თვის განმავლობაში რასაც ვხედავ ბევრად უკეთესია იმიტომ რომ მე ისეთი სიტუაციიდან და ისეთი ცხოვრებიდან და ისეთი გარემოდან ვარ წამოსული, რომ ანუ ძილშიც როდესაც ფხიზლად ხარა და დანარჩენს კიდე მოგიყვებით ხოლმე. ესეც თქვენი ქართველები ევროპაში. აბოიე. საზიზღრება.